Სამლობით მეგობრებო, დღეს ისევ თბილისთან ახლოს გადავწყვიტეთ მეგობრებას სანადიროთ წამოსვლა. გოგა, ვაჟა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით. და იმედია კარგი ნადირობა გამოგვივა. ნადირობის შემდეგ ვაპირებთ ჩვენი ნანადირების მომზადებას და პატარა მონადირული სუფრის გაკეთებას ლამაზ ბუნებაში. როგორც ყოველთვის. ცვარი არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდი პირობაა ძაღლისთვის, მაგრამ ჩვენი ძაღლები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ წერი ნახონ, შეგვახვედრონ და ჩვენს იმედები არ გავუცროთ. არც ცვარი გვაქვს, არც ნიავი გვაქვს, ირა, ამიტომ ბევრი ექნებათ მეტი კვალზე მუშაობის და ცხვირის მიწაში ჩაყოფის ცდილობები, მაგრამ არა უშავს, რაც იქნება იქნებ რამე მოვინადიროთ, რომ დღევანდელი გამოსვლა შედეგიანი იყოს, ხო? ასევე გავტესტავთ დღეს დოქტრას, რომელიც ნარდოს კისერზე აქვს შემოჭერილი და ჯერ ვერ ხვდება რა არის და მაგრამ მივახვედრებთ. მეგობრებო, არ დაგავიწეთ მართლა ჩვენი არხების გამოწერა, აგერ გოგას არხი აქ იქნება და აუცილებლად გამოიწერეთ. გადაცდი ხო 1000? გადავწდი 1000. 100,000 იმსახურებს ეს კაცი. ჩვენი არხიც გამოიწერეთ და აბა წავედით დავეშოთ ხა ვინადიროთ. რა სიტყვით ბიჭებო? დავიწავედით წარმატებები ჩვენც და ყველას. ყველა მონადირეს წარმატებები. წავედით. შევიდნენ უკვე ეგენი, ხედავ ძაღლები. აპარა. დავიწყეთ ნადირობა. ნინა და ნარდო შემოუშვით მინდვრებში. აი ესე გავნაწილდებით ახლა 3 ადამიანი, ვინადირებთ 2 ძაღლით. ცვარი არ გვაქვს. და მწყერი მაქსიმალურად ეცდება, რომ ძაღლს გაექცეს. მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ გაქცევის საშუალება. ნარდო. აი. ესოლა. კარგი იყო. ნარდო? აჰა. ნარდო? აჰა. აჰა მიდი. აჰა, კარგი ბიჭი. ხოჩა. ეგერ ჩამოვარ. ნარდო? მოდი ჩემთან. წამო ასე გადავყვეთ აქ კაი სასიარულო. კარგია. აგერ არის. დავინახე როგორ იყო გატრონული. კადრი გადაღებული მაგ აგერიშ და. მაგას ვიპოვეთ. ვაიმე წერი დავინახე როგორ გარბოდა. კი გადაღებული მაქვს. ძალიან ჩაის კარგსად უღებ ვიცი და ხო და ჩაის გაგასინჯებ ჯობია. ყავა მაინც ხუსი გაკეთებულია. ჩაი გვაქვს სასახელო. წინა ნადირობაში მარილი ჩაუყარე, ხო იცი ჩემს მის სიმავს. მითხრა ვაჟო. იგი ფურთხებოდა 1 საათი. აბა რა იქნებოდა. ესე იგი ჩვენ მამაკაცები ქართველები
და გურუილები და აჭარლები ვსვავთ ჩას. ჩას. ახლა ჩვენ იმფერ ჩას გავაკეთებთ. სავარკასკე რომ ეძახიან ბოდიში რუსული სიტყვის, მაგრამ კაი წამოდეგობული მაგარი. ბიჭებო, თქვენ თითოხელი ითამაშეთ ნადი, მე მანამდე შევწვამ წერს. დღევანდელ ნადირობას რაც შეეხება, გოგა. გვეგონა რომ შედეგი უშედეგო იყო, მაგრამ აი ხა აქ რო უყურებ. აი შედეგი ძმო, აჰა ძმო, მე მეტი რა გავაკეთო, აჰა. შივრები არ მოგვდებით. მეტი ჩვენმა გავუკეთებინა, რაც ვერ ავიღეთ. ერთ წელი ხარ კიდე და აჰა. მოიტან. კოტე რამდენი აიღე? ერთი წელი სულ. ერთი ნახა და ერთი აიღო, რა გინდა? კარგია. მოიტან. 4 დავკარგეთ, ხო? ერთი არ მენახავს. ირაკლი სულ ერთი და იგივეზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეს ბოლო დროა და მეც და შენც და ალბათ შენც აკვირდები ვაჟამას და ყველამაც რომ ნარდოს მუშაობა როგორ აქვს მომატებული რა. ანუ სწავლა და განვითარება მოდის პრაქტიკაში რა. არის რაღაცები რაც უნდა ვაკეთოთ სახში, არის რაღაცები რაც უნდა ვავარჯიშოთ ეზოში სახლის პირობებზე, მაგრამ ბევრი რაღაცები იხვეწება უკვე ნადირობაში რა. ასე რომ კაი გზით მიდის ნარდო. აი ეს ხა აი პირობებში კიდე ამ ცვარი რო არ აქვს, არაფერი რო არ აქვს, ხო? ძნელია, მაგრამ სად მივდივართ? ჯავახეთში. ამა შეხედე ბიჭო, უბრალოდ უკანია. ამხელა ცხიმია. მაგის გარდა ეს დიდი აი, ეს მაგარია. დაპყრობები რაცა და რომ შედის კარგად. იქ უფრო გაუმარტივდება. იქ გაუმარტება და ქათამზე იქნება ძალიან კარგი. მე ისეთ ადგილებში შევა და ისეთ ადგილებში და ძაღლს ესე უყვარდეს ბუჩქებში ქექვა. შუდობიანად ჩავამთავრეთ. დღევანდელი ნადირობა ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოება. და მადლობა რომ გვაძლევს საშუალებას გამოვიდეთ ისე ბუნება შევეხოთ. მოვეფეროთ და შევიგზოთ ეს სიამოვნება, რასაც ბუნებაში აქტივობა ქვია. აი ხა, გაუმარჯო შენ საქმეს. დიდი გაუხოს. ობესურდა და მანტოჭკაში. კიდე ბოლოს შეგვეციეს ხალი. ახლაც მადლობა უფროსტი წყალობისთვის სიკეთისთვის და ეს აი ყველაზე კაი განკუთვნილება ეს არის რა. აი ხა. ეს არის. გაიხარე კოტე. ვაჟა დამნელდა. ბიჭო, სკამები აიღეთ, ძმებო, იგერ არის რა? დაჭიქით რა სკამებს. აი ხარე. გაუმარჯოს ბიჭო, თქვენს ნათქვამს დიდება უფალს, უფალი ყო ჩვენი ფარველი. ფრთხილად გვენადიროს. და ღმერთმა იმდენ შევახედოს, სამდენიც გვეკუთვნის. ესე ვიტყოდი რა. რამდენიც გვერგება რა. მოიდგინე, ვაჟას 45 წელი უნდა გასაკუთე ეხლა რა. ოღონდ იყოს. შენ ძმობას ბიჭო ვარს არის. მოიტანე ძმო, მე არ ნაზარება. დიდება. აი ამ საქმეში ბიჭო, გოგარო არიო. კვერნაძე რა ჩვენი ძმა. შენ ძმობას ფიცავას თვითონ არ შეჭამს. გაგიმზადებს თავის ხელით, მოგცემს, ჯერ შენ გაჭმევს და თვითონ შეჭამს მე რა. აი მაგას ვერ ნაცვალე რა. გოგა, ხო ხედავ? მოსწავლე ვარ შენივე. ერთმანეთს ასწავლით, კაცო. შენ ახსენე ვაჟა გოგას კულინარია. ერთიგა მომენა მოსწავლე რა. გოგა ისეთი ადამიანია. კი, შენ ძმობას ფიცავ. ჩაუჯენი ვართ. მე მათ შორის მეგობრები მანქანაში ჩვენთან ერთად გაუვლია ერთი 150-180 კილომეტრი. ჯდარა მანქანაში არ უნადირია. ნაცვალ. ჩვენ გვინადირია, მოგსახურება და უკან წამოვყვანივართ. ამ ნადირობის შემდეგ ისევ მეორე დილით კიდე ამდგარა და სხვა ძმაკაცები წავყვანია და ენაგერა აი ძმაკაცობის ეტალონია და ობა ბიჭებო თქვენას ამ საქციელით ხებულობს ყველაზე დიდ სიამოვნებას. გოგლი, მოგკითხვა? მაგაცობაში ჩემთვის სამაგალითოა მინდა აღნიშნო რა. მოგკითხვა შენს, თქვენ არხს, მარლენს მოგკითხვა წარმატებები. იმედია რა ვიქნებ წელწადო სეზონზე? იმედი არა, ეგრე უნდა იყოს. ეგრე უნდა იყოს. აი ეხა წავიდა ბიჭებო ოპერაცია I. ვახ, ყოი. თავისუფალი იყო. ეგ პროცესია ყველაზე კაი. ეს გირჩევნია აკოტე. ჩვენ სამშობლოს დიდება და შედობა ქონდეს. ახლა როგორ ხედავ ალამაზია რა, ახლა ვითომ არაფერი დაგვალულია დასწულია, მაგრამ მაინც ლამაზია რა. სადაც არ უნდა წავიდეთ ნებისმიერ კუთხეში ისეთ სილამაზე ხდება, რომ უნიკალურია. განაიმიტოა უნიკალურია, ჩვენ ქართველები მაგდომი. მართლა უნიკალურია რა. შედობა ქონდეს, სიტყვარი ქონდეს ქვეყანაში. ერთმა გამხნიოს აცავარია. სამშობლოს აგიოსა. გაუმოდის.
შემოძვევო. მარილი სწორედ. შაქარი არ იყოს. შემოძვევო. ჩვენ რომელი ჰაერსაც ვუნთქავთ. რომელი იწის ოწეულიდან ღვინოს ვამთ. სადაც რომ ადირობთ. მოდი ქვეყანას გავამე ჩვენი საქართველოს შემოძვაო და მე ნახოს. მომთლიანებული და წარმატებული. დაიხარე. ახლა ვაჟა ეს ჩანგალი შეგვიძლია გამოიყენო ჩანგალ კოვზად. მარილი უნდა ეხა. შანგალა. ეგ არ დააყარე, ესე მაგარ მარის კიდე ნახე. კი ბატონო. აი მაგი. ომეგა. აგერაც მაგ, აი. კვერნაძე სად არახა შენი ესა რა ქვია შესუნელებით. ავჩერდე? კი. აი, კარგია. არა, მოდია. გოგას უყვარს შესუნელება და თავის გამზადებულ საკმაზებზე ორი საჭმელი ხო ვიყურე? გახედავს, გამოხნინა. აი გახედავს, გამოხედავს და თვალებს რო შეხედავს, ოპ, მაშინ ადგა რა. ახლა გახედავს, გამოხედავს. თვალებს შემოხედა, მაშინ ადგა. კიდევ აჩვენებ. ახედა და თვალებს შემხედა, მაშინ მიიცი რა. ინდოში რო დადის, მერე მთელი ნადირობა ყოჩა. ოკეი. როგორი გმაყოფილები ხართ? რა მშვენიერი იყო ის რაც გვინდოდა მიზნად რაც დავისახეთ დღეს შევასრულეთ ჩემო ირაკლი ჩემო ვაჟაკოტე მგონი ის ბუნების პატივისცემა და ის ტრადიცია რაც ქართულ მონადირეებს ახასიათებს შევინარჩუნეთ და რავი კარგი იყო შუაკვირაში გიმოგვიწია გამოსვლა ჩვენი სამსახურებიდან გამომდინარე მაგრამ არა უშავს მადლობა ყველას ყველაფრისთვის და ერთმა კიდე მოგცეს საშუალება რომ ესე და ამაზე ჭუდად ვინადიროთ რა კი ბატონო, მეც გმაყოფილი ვარ, აგერ კოტეს რამდენი ხანია ვგეგმავდით წამოსვლას და როგორც იქნა მოიცალა. დავამეთხვიეთ დროში და რავი, ერთი ვნახეთ, ორი ვნახეთ თუ სამი ვნახეთ, მაგას გადავწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თავარი ერთმანეთი ვნახეთ ბუნებაში. ეგრე არაა, ვაჟა ბატონო. ეგრე მე დიდ ადულობას ვეთქვი ჩვენს მეგობრებს, რომ დღეს ერთად ვართ, ერთად ჰაერზე გამოვიდეთ, ესე ვთქვათ, ვინადირეთ მწყერით, შევწვით. ასე მგონია ჩემი შემწვარი წყერი ბიჭას მოეწონათ. და კარგად არის ყველაფერი არის თავარი არის ერთობა, როცა ერთად ვართ ყველაფერი არის კარგად. ახალია მართლაც მე ძალიან გმაყოფილი ვარ, თავარი მისია განტვირთვა და აი მართლაც რელაქსი და გადატვირთვა შესრულებულია, თავარი ეს არის და ეს გაყვება ალბათ ერთი თუ გვეყოფა რა. არ უნდა გავიყოლოთ მარტეხას კიდე მოვაწყოთ ესეთი გასვლები და ლოკაცია შევიცვალოთ ირაკლი. აუცილებლად შესაძლებელი არის კი. ამ ადგილმა ჯერჯერობით თავის რესურსი ამოწურა კი ამოწურულია. წყალი არა აქვს, ფრინველი არის აშკარად, რომელიც ჯერ ისედაც გამختარია იმის გამო რომ საკვები არა აქვს სათანადო, წყალი არა აქვს სათანადო, უნდა მოვიძიოთ სხვა ადგილები. და ვფიქრობ, რომ ხო თავიდანვე ვამბობთ, რომ არა აქვს ჩვენთვის მიზანი ბევრი მოვინადიროთ, უბრალოდ მეტი კარგი ძაღლის მუშაობები რო ვნახოთ რა. კი. ასე რომ ლოკაცია შევუცვლით და მოგაწოდებ სხვა ნადირობის ვიდეოებს. შემდეგ ნადირობა იქნება უკვე სხვა ლოკაციაზე. სხვა ლოკაციაზე. დავამშვიდობთ ახლა ჩვენს მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხები. ჩვენთვის თავარი ეგ არის, უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მეტ ადამიანს გავიცნობთ. და რაც მეტნი ვიქნებით, უკეთესი ნადირობები გვექნება. ისევ დავაანონსებ ირაკლი უკაცრავად, რაც უფრო ბევრი იქნება ჩვენი გამომწერი, მით მეტი შანსი გაქვთ საახალწლო გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა და მოიგოთ ისეთი რამ, რაც ჯერ სიურპრიზად რჩება. ჯერ არ გითხოვთ. ჯერ არ გითხოვთ. აი საჩუქარი იქნება ნამდვილად. კარგი, აბა, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.